მნიშვნელოვანის ნაპირას. აღმოსავლეთით ტყის ახლოს იდგა მშვენიერი ორსართულიანი სასახლე. ირგვლივ შემკული ლამაზი მოაჯირებითა. ეს სასახლე ეკუთვნოდა თავად ზურაბ ქართველაძესა, რომელიც განთქმული იყო მთელს კახეთში თავისი სიმდიდრითა და ფუდადობითა. ცოლად მას ჰყავდა ქართლიდან მოყვანილი ქალი მაგდანი. ზურაბი და მაგდანი სულს ჯვარ დაწერილი იყვნენ. შვიდად მათ ჰყავდათ ერთადერთი ქალი, რომელიც მესამე წელიწადში მეტად საყვარელი ბავშვი იყო. ლამაზი, თეთრი, ბამბის კულასავით, ცქრიარა, მხიარული და უღალავი მოტივტიკე. ამასთან კეთილს უყვარდა თავისი დედის სიმღერა. ერთხელ ერთ მამლექთაგანმა თავის ამხანაგს უთხრა. გადი! იცი რა ზრიმა მივიდა? რამდენი ხანია რაც ჩვენ სავაჭროდ დავიარებით, მაგრამ რა გამოვიდა? ისეთი ეღატაკები ვარ, როგორიც ავიღავთ და ისეთივე ძაღლული ცხოვრება გვაქვს, როგორც ჰქონდა. ფაბრიკი რომ მოვიგზეთ, ერთ ბაშად გამდივდებით და მოვჩებით ამე ვაილაგლახსა და წანწარსა. რაგო? ზურაბ ქართველაძე ხო ძლიერ მდიდარია. ხან მდიდარია, მაგრამ რას გვარგებ ჩვენ მისი სიმღერა? გვარგებს თუჩქუით მოვიქცევთ. ამ მდიდარდაც ხომ გააგიჟებით უყვარს თავის ერთადერთი ქალი. ჰა, უყვარს, მაგრამ რა გამოვიდა მანდ? ის გამოვიდა, რომ ჩვენ თუნ ბავშვს როგორმე მოვიტაცეთ, დატყვა წავიღა დაღესტანში. რა კარგონია, ზურაბ ქართველაძე თავის შეძრებას დაიშურებს, რომ იხსნავს ყებიდან ქალი. ჰაი, რომ არ დაიშურებს. რა ის მაკიხარყადი, თვალი ვადევნო და რატომ ვიგდოთ მოხერხებული დრო? ხედ, მოვტაცოთ ზურაბ ქართველაძეს თავისი ერთადერთი ქალი და თქვენ წავიყვანოთ დაღესტანში. დედა მოდილა შეამჩნია კეთილსის სამგეშო ცვლილება. იმედი მიეცა. სარკიანი ბედმა და სარკემ შვენიერმა დილა. კარგუნებაზე მოიყვანა მაგდანი და ან სურიად უნებურად თავისთვი დაიწყო ვლინი იამდანისა. რაც კიდო დახკარგა. მას შემდეგ მაგდანის სიმღერის ხმა აღარავის გაუგონია. ეს პირველი სიმღერა იყო 10 წლის დუმილის შემდეგ. მაგდანი ფანჯარასთან იჯდა. თოთა იყო მოთავსებული პატარა ტახტზე, ოთახის კუთხეში. იავნანას მაგდანი ჯერ დაბალი ხმით ღიღირით ამურდა. ვერ კი თავისი ხმის სიმშვენიერე გაიტაცა და თავისი დრო დაამღერა. მაღლა აუწია. Oh